რომ დაახლოებით 30% არის შემცირებული დანაშაული და ამდენივე 30% არის გახსნილი დანაშაულის პროცენტულობა. კერძოდ ნახეთ რომ დაახლოებით 4000 ერთეულით არის შემცირებული დანაშაული, რაც არის მე ვფიქრობ ძალიან დიდი წარმატება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 14000 პატიმარი არის ციხის გარეთ გამოსული. ისიც რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები ქონდა დანიშნვის დღიდან ჩვენ პრაქტიკულად შეუსვენებლად მუშაობდით იმისათვის რომ მაქსიმალურად დაგვეცვა მოქალაქეების სრული მოქალაქის უსაფრთხოება. და მე ამაყით მინდა გამოცხადო რომ ეს თითოეული პოლიციელის დამსახურება არის, მე საქმეში ჩემს სიტყვაშიც. მე ნამდვილად ვულოცავ თითოეულ პოლიციელს ამ წარმატებას. მთელი პოლიცია არის ძალიან მოტივირებული, ძალიან ორგანიზებული და მართლაც მიხარია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ 9 თვის თავზე დეპოლიტიზებული პოლიცია, ჩვენ მივიღეთ მოტივირებული პოლიცია, უფრო მობილიზებული და რასთავარია მათ საქმიანობა არის წარმატებული. ეს არის ჩვენი 9 თვის შედეგი, წარმატებული საქმიანობის შედეგი. დანაშაული, როგორც გითხარით, არის შემცირებული 53.3% შეადგენს გახსნით მაჩვენებელი პროცენტულობა, მაშინ როცა გასულ წელს იყო დაახლოებით მაგის ნახევარი, უფრო ნაკლები 23%. შესაბამისად ამ ხრივ ძალიან სტაბილური მდგომარეობა არის საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის კრიმინალი ყოველთვის ხდება ყველა ქვეყანაში. მე უბრალოდ მოვუწოდებ ყველას მათაც ვისაც არ უხარია ჩვენი წარმატება, რომ ყოველთვის ახსოვდეთ თავარი. ჩვენ ყველანი მემსახურებით ერთ საქმეს. ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები. მათ ვისაც არ უხარიათ პოლიციის წარმატება, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი.